ამასობაში თქვენი სიყვარულის ამბავში რაღაცა მოიჩქარის ამოცვლიდან ეს არკანები და მოდით ნახოთ რა არკანებია აქ. Რაღაცა სიტუაციაში თქვენ ფიქრობთ, რომ არ ყოფნით თქვენი შინაგანი ძალა იმისთვის, რომ იყოთ გახარებული. Რაღაცა ეჭვებით შეიძლება გღრმიდეთ, ასე არის საჭირო თუ არა, სწორად ვიქცევით თუ არა, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ახლა გარკვეულწილად, წაგართმევთ თქვენს ძალას, დამოუკიდებლობას და ცოტა შეგბოჭავთ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გინდათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. შეიძლება აქ საუბარი არის რა თქმა უნდა სიყვარულზე აქ საუბარი, მაგრამ შესაძლოა თქვენ აპირებთ რომ შექმნათ ოჯახი და ცოტა არ იყოს მაინც გაქვთ ეჭვები, რომ აი გავაკეთო ეს გადადგა ეს ნაბიჯი თუ არა, ანუ ფიქრობთ დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება ადამიანს დიდი პერიოდით. შეიძლება პირდაპირ თქვათ გათხოვება არ იყოს ეს, მაგრამ შეიძლება იყოს ერთად საცხოვრებლად გადასვლა, ანუ ერთობლივი ცხოვრების დაწყება, რაღაცა ასეთი და აქ ცოტა არ იყოს და თქვენი ეჭვები გღრღნით, საჭიროა თუ არა ასე მოვიქცეთ და მივიღებთ თუ არა კარგი შედეგი. ნუ შეგეშინდებათ. შეგეშინდებათ, გადადგით ეს ნაბიჯი, თქვენ საკმაოდ ძლიერი ხართ, არ იქნებით აქ შებოჭდი, აქ პირიქით მოახდენთ თქვენს გამოვლენას, სიყვარულს გასცემთ, გახარებული იქნებით, ძალიან კარგი ხინის მომენტიც გელოდებათ და თავარი არის მართოთ სიტუაცია. ნუ შეგეშინდებათ, რომ დაინახოთ რაღაცა თქვა უარყოფითი მხარეები თქვენს პარტნიორში, იმიტომ რომ ეს უარყოფითი მხარეები მისი პიროვნული თვისებებია, ხა უნდა იყოს რა თქმა უნდა ძალიან ისეთი თქვენთვის მიუღებელი, მაგრამ შეეცადეთ რომ გაუგოთ თქვენს პარტნიორს და გაიგოთ თქვა მიზეზები, რის გამო იქცევა თქვა ესე, როცა იქნება ეს, ხა ჯერ არაფერი მსგავსი, ეხა უბრალოდ გაქვთ შინაგანი შიში, არ ხართ დარწმუნებული რომ უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ ნუ მაინც გადადგათ ამას და ამიტომ რაც არის გარდაუვალი იმაზე არ ახამს ჭმუნვა მეგობრებო, ასე რომ ნუ იქნებით შეშინებული პირდაპირ სიხარულით შედით თქვენს სიტუაციაში, რომელიც წინ გელოდებათ. ეს ერთ-ერთი მომენტი. მეორე აქ შეიძლება სხვა ვერსია იყოს, რადგან საჯარო გაშლა. აქ არის მომენტი, რომ ფიქრობთ, როგორი იქნება ჩემი მომდევნო წელი სიყვარულის ასპექტში, ხო, როგორი იქნება, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება რაღაცეები მთლად ისე არ არის, შეიძლება პარტნიორს ელოდებით, ფიქრობთ, რატო არ ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში დააკვირდით, შესაძლოა ის რომ გამოჩნდეს, თქვენ უნდა გადალახოთ თქვენში რაღაცა გარკვეული მომენტები, ანუ როგორი სიტუაციაა იცით? თქვენ თვითონვე რომ აბრკოლებთ საკუთარ თავს იმაში, რომ მოვიდეს პარტნიორი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი, როგორც თქვენ გინდათ და როცა ამას გადალახავთ, მაშინ გამოჩნდება კიდევაც ადამიანი, რომელთანაც როგორც აღნიშნე, შეიძლება იყოს ასევე ოჯახის შექმნაც, რაღაცა სიხარულიც და გარკვეული კარგი ამბებიც. ან თქვენი სიყვარულის გაცემის საშუალება მოგიცემათ. ყველა ვარიანტში იქნება ეს მომდევნო წელს, ვისთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც ელოდება პარტნიორს, აი ნახოთ დავამატეთ არკანები და ნახოთ გაგრძელება ამ სიტუაციის, იმიტომ თქვენ გსურთ რომ იყოს ეს ამბავი მომავალ წელს მოხდეს ეს და მოვიდეს თქვენთან სასურველი პარტნიორი. ანუ ამისი წინაპირობა უკვე არსებობს და ნახოთ ვინ გამოჩნდება თქვენთან. რაღაცა პერიოდს დაასრულებთ ნახეთ და გადაეშვებით სიტუაციაში, რომ დაზერზე არ ხართ, რასაც საით წაგებას, ანუ სიყვარულმა ეს იცის. დიდი ემოციები გელოდებათ 2026 წელს, დიდი ემოციები გელოდებათ, იქნება აქ სიყვარული, იქნება აქ გამართლება, ანუ თქვენ შესაძლოა შექმნათ კიდევაც ოჯახი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ემოციების მომენტი მოდის, რაღაცა სიახლეში მიდიხართ და თქვენ ვინ არის? აი, კონკურენცია. თქვა იმის პოტენციალი, თქვენ გაქვთ იმის პოტენციალი, რომ დაძლიოთ რაღაცა სიტუაციები, გაუწიოთ საკუთარ თავს წინააღმდეგობა და გადალახოთ თქვენში რაღაცა ესე აეწყო, რომ არის თქვენში რაღაცა ჭიდილი საკუთარ თავთან. თითქოს გაქვთ ეს მომენტი, რომ გეშინიათ ურთიერთობაში შესვლა შინაგანად, ქვეცნობიერად, გაქვთ ამის შიში და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ამას მოახერხებთ, გაუშვებთ ამას თქვენგან და სწორედ აი ამ ემოციების, ამ შინაგანი ბლოკის გაშვება, მიგიყვანთ მეგობრებო იქამდე, რომ იქნება თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი სიყვარული პარტნიორი, ეს არის მომავალ წელს. ეს იქნება მომავალ წელს. აი კონკრეტულად ეს მომენტი გამოვიდა ეხლა ვიღაცისთვის და მოდით ახლა ვისაც არ ყავს პარტნიორი რაღაც ესე წამოიღო და ვინც ელოდება რომ მომავალ წელს იქნება მის ცხოვრებაში სასიყვარულო ამბავი, ნამდვილად ელოდეთ რომ გამოჩნდება თქვენთან სასურველი პარტნიორი და მოდით ნახოთ აბა მათ ვისაც გაქვთ ურთიერთობა, ვინც ხართ ურთიერთობაში და გაქვთ დროებით პაუზა, თქვენ საყვარელ ადამიანთან საუბარია რომ არის სიყვარული და გაქვთ რაღაცა დროებითი პაუზა, როგორ განვითარდება მომავალ წელს ეს ურთიერთობა. იგივე არკანი ამოვიდეს, ძალიან მიყვარს ეს არკანი. ეს არის ჩვენი გამოვლინება საზოგადოებაში, სიყვარულში, ურთიერთობაში. თითქოს აი ის, რაც მოამზადეთ, გამოზარდეთ თქვენში შინაგანად, შედეგს მოიტანს ან ურთიერთობაში, ალბათ უფრო ურთიერთობაში. შეიძლება ეხლა იყოს დროებით პაუზა რაღაცა თქვენ ურთიერთობაში, მაგრამ რეალურად თქვენ ამზადებთ აქ ნიადაგს რაღაცისთვის და მოხდება თქვენი აქ გამოვლინება და აი ესეც თქვენი მეფე ლომი.
შვენიერი თქვენი პარტნიორი ის აუცილებლად გამოჩნდება. ის არის თქვენი მანათობელი სტრატეგი. კი, აქაც მოდის რაღაცა ესეთი მომენტი, ერთობლივი ცხოვრება, საერთო ინტერესები, რაღაცა გაერთიანება და გამთლიანება მოხდება. მოკლედ მომავალ წელს იქნება თქვენი შეერთება. ეხლა მზადდება ეს ნიადაგი, გაგრძელდება კიდევაც მომზადება სიტუაციის და აი აქ აუცილებლად თუ კითხვას შორის არის დროებითი პაუზა, ოღონდ დააკვირდით ბევრი, მაგალითად წერს კომენტარებში საერთოდ გაქრა, დამპლოკა ყველგან, აღარ ჩანს, არ უნდა ჩემთან ურთიერთობა. სადაც არის სიყვარული, მეგობრებო, იქ ესეთი დროებითი დაბლოკოები, ანუ თუ იმას უყვარხართ, ის აუცილებლად დაბრუნდება. არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება გაბრაზდა, იჩხუბეთ, ნაწყენია, ესეთი რამეები ურთიერთობაში ხშირად ხდება და გონია, რომ აი იქ დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ სადაც არის სიყვარული, სადაც არის გნება, თქვათ, მისწრაფება, სადაც რაღაცას ცდილობენ ურთიერთობები დაალაგონ და აქ ეს ჩანს, რომ იქნება ურთიერთობის დალაგება და დაბრუნდება თქვენი პარტნიორი, ის არც არის წასული, შეიძლება აქ ითქვას, გახარებული იქნებით და იქნება რაღაცა საერთო ამბავზე საუბარი, ოჯახის შექმნაზე საუბარი, ერთად ცხოვრებაზე საუბარი. აი ეს ჩანს, რომ იქნება მომავალ წელს აუცილებლად. ნუ აღარაფერი არ გაჩვენთ თითქმის წლის შემოსვლამდე, სულ რამოდენიმე დღე. აი ნახეთ. მოდის ეს მოიჩქარის ეს ამბავი თქვენთან, სწრაფად მოხდება ეს გამოვლინება, ინფორმაციაც მოდის, ან კონტაქტი იქნება, კონტაქტი მალე შედგება თქვენი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია რაღაცა იგეგმება უკვე და თუ ამ წუთას არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში აი მოიჩქარის, გზებს ეძებს ეს თქვენი პარტნიორი როგორ მოვიდეს თქვენამდე და რა თქმა უნდა თქვენც მას დახვდებით გახარებული და გულღიად მოხდება თქვენი შეერთება და როგორც აღნიშნე, მომავალი წელი იქნება რაღაცა ახალის დასაწყისი თქვენს ურთიერთობაში. და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ემოციები ჩვენი მართოთ, რაც არ ნიშნავს, რომ თავი უნდა დაუხარო ვიღაცას და შენი ინდივიდუალიზმი უკან გაწიო და შენი მიზნები და პიროვნული ამბები, ანუ განვითარება იქნება ეს თუ რა გაწიო და მთლიანად პარტნიორს დაუთმო ყველაფერი და პირდაპირ ესე მოხდეს არა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანის მისწრაფებებიც, ვინც არის თქვენთან ერთად. ეს ძალიან დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტები მოგვარდეს თქვენ შორის და ასეც იქნება.